ჭარბი წონა და სიმსუქნე 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, პრობლემა, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. მიიჩნევა, რომ საქართველოში ჭარბი წონის მქონე 100,000 ადამიანი ცხოვრობს, რომელთაც წონის დასაკლებად ქირურგიული ჩარევა ესაჭიროებათ. ასეთი ოპერაციები სულ უფრო ხშირია მსოფლიო მასშტაბით. საქართველოში კი მათი რაოდენობა ყოველწლიურად რამდენიმე ათეულს აღწევს. კომპანია For Hospitalsის და მისი პარტნიორი ქირურგიული საკერავი აპარატების მწარმოებელი კომპანია Fenjis ორგანიზებით თბილისში ბარიატრიული ქირურგთა კონფერენცია ჩატარდა. ჩვენ ვიმყოფებით კლინიკა ჯერაში, დღეს ჩვენთან არის ნუმრად ჩამოყალიბებული ბარიატრიის საერთაშორისო ფედერაციის ეგრეთ წოდებული ექსოს პრეზიდენტი ბატონი რამოსი, ვისთან ერთადაც ჩვენ დღეს შევასრულებთ მინიგასტრიკ ბაიპასის ოპერაციას. დავიდეთ საოპერაციაში. საოპერაციო ბლოკიდან ოპერაციის პირდაპირი ტრანსლაცია ხდებოდა, რომელსაც სხვადასხვა კლინიკების ზოგადი და ბარიატრიული ქირურგები ესწრებოდნენ. დიდი გამოცდილების მქონე ბარიატრიულმა ქირურგებმა ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს. ქირურგიულმა პროცედურამ კარგად ჩაიარა. ქართველ კოლეგებთან ერთად არაჩვეულებრივი სამუშაო ჩავატარეთ. ოპერაცია იმდენ ხანს გაგრძელდა, რამდენ ხანსაც ვარაუდობდით. ჩატარებული პროცედურები პაციენტს ეხმარება მიითვას ნაკლები და ჭარბი წონა ძალიან მოკლე დროში მოიშოროს. 3-4 თვეში ეს ახალგაზრდა ქალბატონი სულ სხვა ადამიანი იქნება. აღსანიშნავია, რომ ოპერაციის დროს გამოვიყენეთ ახალი თაობის სტეპლერი, რომელიც ელექტრონულ კონტროლსა და პროცედურის ეფექტურობას ბევრად აუმჯობესებს. კლინიკა ჯერაში წარმატებით დასრულდა მინიგასტრიკ ბაიპასის ოპერაცია. ახლა შემდგომი ეტაპი გველოდება შენადომმე და ხვალაში, სადაც იქნება ძალიან საინტერესო მოხსენებები ჩვენი ქართველი კოლეგების და უცხოელი კოლეგების მიერ. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ოპერაციის დროს გამოყენებული Fenjis ultra თანამედროვე მოტორიზებული საკერავი სტეპლერი. თანამედროვე ტექნოლოგიური აპარატის გამოყენების დროს მიიღება სწორხაზოვანი და ხარისხიანი ნაკერი, რაც ამცირებს პაციენტის საწოლს, საათებს და ითვლება უფრო ეკონომიურად. Fenjis საკერავი ენდოქირურგიული სტეპლერის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ კუჭე ჩატარებული ოპერაციების დროს ამცირებს კერვის და ჭრის პროცესს, ხორციელდება უსაფრთხო და თანმიმდევრული ჭრა, მიიღება უფრო სწორხაზოვანი და ნატიფი ნაკერი, რის შედეგადაც ოპერაცია სრულდება უფრო ხარისხიანად. ეს ქირურგს აძლევს იმ კომფორტს, რომ უფრო მოკლე დროში შეასრულოს ოპერაცია და მიიღოს ხარისხიანი შედეგი. შერატონ მეტეხი პალასში გამართულ კონფერენციაზე თავის მოხსენება წაიკითხა როგორც მოწვეულმა ქირურგმა ალმინო რამოსმა, ასევე ქართველმა ქირურგებმა. ქირურგებს შორის ბარიატრიულ ქირურგიაში თანამედროვე მიდგომებისა და ასევე ერთმანეთის გამოცდილებების გაზიარება მოხდა. მნიშვნელობა ძალიან დიდი აქვს მსგავს კონფერენციებს და ძალიან კმაყოფილი ვარ და მოხარული, რომ დღეს მივიღე მონაწილეობა ამ კონფერენციაში. იმდენად, რამდენადაც ბარიატრიული ანუ მეტაბოლური ქირურგია საქართველოში ამჟამად იკიდებს ასე სიმართლე რომ ვთქვათ ფეხს. მოთხოვნილება დიდია. პროდუქტი, რომელსაც ჩვენ სარგებლობთ და რომელიც შემოაქვს კომპანიას, ნამდვილად ხარისხიანია, რაც უზრუნველყოფს პაციენტების უკეთ მომსახურებას. ელექტროსტეპლერი, რომელიც პრეზენტაციაც იყო დღეს, რა თქმა უნდა, ჯერ არ გამოგვიყენებია, მაგრამ დავიწყებთ ამის გამოყენებასაც. ეს ინსტრუმენტი უფრო მეტად არის დახვეწილი, უფრო კომფორტულია და მადლობა მინდა მოვახსენო 4 ჰოსპიტალს კომპანიას, რომ მათი თაოსნობით ხდება ამის შემოტანა და წარდგენა სამედიცინო საზოგადოებისთვის და ჩვენ დიდი სიამოვნებით, რა თქმა უნდა, მხარსაუბრობთ და გამოვიყენებთ. კონფერენციას საქართველოს სხვადასხვა კლინიკებიდან 60 ზოგადი თუ ბარიატრიული ქირურგი დაესწრო. ღონისძიების შემდეგ დამსწრე ქირურგებს სერტიფიკატები გადაეცათ ალმინო რამოსის და საქართველოს ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგიის ასოციაციის პრეზიდენტის ნიკოლოზ გახარიას ხელმოწერით.